გუში მიმდინარეობდა პირველი მოსმენით განხილვა მედიის დაცენზურების კანონის და ისეთი შეზღუდვებია გაწერილი მაგ კანონში, რომ ფაქტიურად ნებისმიერ რაღაცას შეიძლება მოგედაონ. მანდედან გამომდინარე ნებისმიერ მედიას შეიძლება მოედაონ და დააჯარიმონ ან დახურონ. აი მოусმენთ სოზარ სუბარმა თქვა, აი ეს რაღაც ინიციატივა გააჟღერა, მოусმენთ და ეგეც გავარჩიოთ. დღეს ტელევიზიაზე, რადიოზე შეიძლება გაცილებით მეტი გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე, სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ და არსებობს ინფორმაციის სხვა საშუალებების, ხო, ბეჭდვითი მედია, სოციალები დღეს მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და უბრალოდ კარგი იქნება დავიწყოთ მუშაობა ამ სფეროში რეგულირებაზეც, რომ ადამიანის ღირსება, ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი რაღაცნაირად, რომ ადამიანები დავიცვათ, რასაც აუცილებლად ხდება ის, რაც ხდება დღეს მედიაში, ამის მოთმენა უბრალოდ შეუძლებელია ძალიან ხშირ შემთხვევაში. მადლობა. პირველი, აი ხლა ეს ამას რომ მოისმენს ვიღაცა კოცი, იტყვის რომ რა კარგი ინიციატივა. აი ყველა ვინც ამ ინიციატივას ვინც ეწინააღმდება ყველა ნაცია. ეს არის აი რა როგორი ეროვნული მთავრობა ყავს ინტერნეტში ხალხის ლანძღვას აკრძალავს ახლა და იქ გელი და კრავი ერთად მოძოვს აწი ინტერნეტში და იქნება წესრიგი და ესეთი რაღაცა ჰარმონიული სივრცე. იქნებიან ეგეთი ხალხი, რომელიც ამ გამოსვლას ესე შეაფასებს. აქ რა ითქვა, ეგ უნდა ავხსნათ, ბევრმა შეიძლება ვერ გაიგო. Facebook-ში მეგობრებო, თქვენ რო წერთ თქვენს აზრებს, მთავრობის მიმართ კრიტიკულს, რაღაცა თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს გამოთქვამთ, დისკომფორტის შემქმნელს მთავრობის მიმართ ასე შემდეგ, მაგასში დაცენზურება, ჩარევა, დაჯარიმება, მათ შორის დაპატიმრება თეორიულად თუ ბრიტანულ მოდელს განვიხილოთ, მაგალითად ბრიტანული მოდელი ეგ არის. ბრიტანული მოდელი ეგ არის, რომ ადამიანებს აპატიმრებენ სახელმწიფოში დადგენილი იდეოლოგიური და პოლიტიკური ნორმების მიღმა გასulis გულისთვის. ან მაგალითად, ეხლა იქ თავისი ნორმებია, რაღაც უმცირესობების მიმართ სიზულის ტირაჟირება ჩვენთანაც სხვათა შორის გადმოტანილი დიდწილად ჩვენი მთავრობის მიერ. მასეთი შეხედულებების ტირაჟირებისთვის, რასაც თulis იქაური იდეოლოგიური პოლიტიკური ელიტა, რომ ეს არის იდეოლოგიური დაუშვებელი ფარგლები, ან დისკომფორტის შემქმნელი ასეთი აზრების ტირაჟირება, ამაზე ჯარიმებიც გათვალისწინებულია და პატიმრობაც გათვალისწინებულია. დაახლოებით იგივე ლოგიკაზე აქ საუბარი, უბრალოდ აქ გვესმის, რომ ამ თავრობას რაც არ მოეწონება, ეგეთი რაღაცები დაცენზურება. ანუ აი უფრო რომ გავამარტიოთ კიდე რა, ეხა სუბარმა თქვა, რომ Facebook-ში უნდა იკრძალებოდეს ადამიანის პირადი შეურაცხყოფაო. უნდა იკრძალებოდეს როგორ არის? მთავრობამ უნდა იმოქმედოს. არა, ეგ არ უთქვა, ეგ მნიშვნელოვანი ეგ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელებას არა, ეგ უთქვა. არა, ამატა. აი უყურე რა თქვა. ამას სოციალურ ქსელს უფრო დიდი გავლენა აქვს ვიდრე ტელევიზიას. ო, კი ბატონო. ანუ ინფორმაციის გავრცელების კუთხით არის პრობლემა. კი. ეს არ არის ლანძ ვიღაცა შეაგინეს და მაგ კუთხით არის პრობლემა. ტელევიზიას ხო ვაცენზურებთ, იმიტომ რომ იქ ინფორმაცია რო ვრცელდება, ეს ინფორმაცია პრობლემური ხდება ხოლმე პოლიტიკური თვალსაზრისით. ამიტომ ტელევიზიას ვაცენზურებთ, ობიექტურობას მოვითხოვთ, დაბალანსებულებას მოვითხოვთ, ვიღაცას რო აკრიტიკებ, ფაქტი თუ არ მოუყვანე მაგის კრიტიკისა მოდავებას ექვემდებარება კანონის დონეზე, მაგას მოვითხოვთ, იმიტომ რომ დიდი გავლენა აქვს ტელევიზიას, რომ ეგ არის კანონის ლოგიკა, რომელსაც განიხილავენ და ამ დროს სუბარი ურთავს გავითვალისწინოთ, რომ სოციალურ ქსელებს დღეს უფრო დიდი გავლენა აქვს ვიდრე ტელევიზიას, ამიტომ ეგ უნდა დავაცენზუროთ ასევე და ამ მომენტში, ამ წინადადების თქმის მომენტში ხდება რა, რომ ეხლა ჩვენი კრიტიკა რომ აკრძალული იყოს, ეგეთი ფორმულირება რომ ჩამოვაყალიბო ამ წინადადებაში, ძალიან არაპოპულარული იქნება და ფორმულირება სახეს ვიღაცის პირად ცხოვრებას ჩარევა, ისედაც აკრძალულია კაცო, ხო, ვიღაცის პირად ცხოვრების მასალებს ვიღაცა თუ აქვეყნებს, ეგ ისედაც ეხლაც დასჯადი ქმედება. ამიტომ ეგ რაც დაამატა, ეგ არის კიდე ცალკე უსინდისობის პიკი, თითქოს აქ რაღაცა იცი რას აპირებენ უბრალოდ, აი ვიღაცას იმაში ინტერნეტში შეურაცხყოფა მიაყენა და მაგის დაცვას აპირებენ, მაგისგან დაცვას აპირებენ ერთმანეთს. რავე, მოდი გარკვევს. საერთოდ მაგას რო გავუყვეთ. აი წარმოვიდგინოთ რომ მართლა მაგას აპირებენ, აი ვიღაცას ინტერნეტში აგინა და
არ ვიცი რა უნდა მოხდეს რაღაცა შავნაბადის სპეცნაზი უნდა შევარდეს იმასთან ჩერეს ფანჯარა თოკით და მაგას რატო არ უნდა გავყვეთ გეტყვი არა მე გეტყვი რატო მოდი მე გავყვები და შენ მე გააგრძელე მართლა სერიოზულად მე გვეკამათებოდნენ ვიღაცეები მართლა სერიოზულად მოხდა საუბრობის გინება რომ აიკეცავს გინება ხო ცუდი აი ეს რაღაცა და მე არა ვარ თანახმა რომ თუნდაც ეგეთი არგუმენტი ვინმეს გაუტაროთ და აუხსნე რატო აი ნახე სოზარ სუბარმა გითხრა, რომ სოზარ სუბარის მიღებული რაღაცა კანონი თუ არ მოგეწონება და შეხვალ Facebook-ზე და დაწერო, ამ სოზარ სუბარს ცოტა ხო არა აქვს. აი ეგეთი ტექსტი რო დაწერო. მაგაზე უნდა მოვიდეს პოლიცია და უნდა იმოქმედოს შენზე. აი ეგ გითხრა სოზარ სუბარმა. და სურო მარტო ეგ იყოს და ის არ იყოს, რასაც შენ, ეგ ვაფშე იდიოტიზმია, კაცო, უკვე არასწორი არის საკითხის ეგრე დაყენება. ანუ ადამიანი რო გეუბნება, რომ შენ ჩემ ქმედებებს აწი თუნდაც შეურაცხყოფელი ფორმით ვეღარ შეაფასებ ინტერნეტში, აი Facebook-ზე ვერ დაწერ რა. და მაგას რო ადამიანი თulis რომ ეგ კარგი მოვლენაა, მან ძალიან მიქარავს ეგ მაგაზე ვიღაცები იტყვიან რომ მე ვარ მომხრე რომ ინტერნეტში ყველამ აკადემიურად ისაუბროს და ქართული ოცნება მაგის დამკვიდრებას ცდილობს რომ ქართველებმა უკიდურესად წესიერად და უკიდურესად ძდილობიანად ვილაპარაკოთ. ეგ ჩინეთში არ მოხერხდა რომ ყველა ერთადერთი სადაც ვიცის რომ ეგ მოხერხდა, ეგ პრაქტიკას ვამბობ რა. მაგრამ მაგას ინტერნეტში რომ ხალხი არ იგინებოდეს ერთადერთი სადაც მოხერხებადია. ეგ მოხერხდა ჩრდილოეთ კორეაში, რომლის ინტერნეტი საერთოდ არ არის ინტერნეტი. უბრალოდ მაგას არავინ ატყოს და მაგაზე რატო ვლაპარაკობ? ანუ მაგას არავინ სხვა რაღაცას სიძახ. არაპირებენ მაგას, აქ ლაპარაკი არის ინტერნეტი არის ინფორმაციის გავრცელების საშუალება დიწყა. შენ დადექი და ძალიან ყოჩაღად მივცელებ რომ 6 მილიარდი დოლარის ქონებას ვაპირებ მივყიდო არაბებზე და ეგ პრობლემაა და ეგ ახლა ტელევიზიაზე მეტად აქედან გავრცელდა და მიაცენზურეთ ესე. ეგრე დგება კაცო საკითხი ჩვეულებრივი ხალხი არ ანაღულებს ამ ხელისუფლებას ცენზურა, ის ცენზურა მეთქი ინტერნეტში რაღაც ვიღაცების მიმართ შეურაცხყოფის მიყედება, მათ შორის მათ მიმართ. მათ ეხა რა აინტერესებთ? ეხლა უყურებ სად-ჩანს ამ ხელისუფლების ვერაგობა. ერთის ხრივ გახარებული დარბიან რომ აგერ ტრამპი მოვიდა და ტრამპი ჩვენი ძმაკაცია არა და არანაირი კავშირი არ აქვს ტრამპთან. პლუს ამბობენ რომ აი ხედავთ ტრამპი ამ გლობალისტებს და ლიბერალებს როგორ სამართლიანად ექცევა და როგორ მიუთითებს იმაზე რამხელა უსამართლობა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევა ევროპის ტერიტორიაზე. ერთის ხრივ ამაზე საუბრობენ და მეორეს ხრივ საკუთარი ხელით იგივეს აკეთებენ, იგივეს დამკვიდრებას ცდილობენ, რასაც გლობალისტები აკეთებენ თუნდაც დასავლეთში და ევროპაში. ანუ აქ ჩანს უკვე მათი ვერაგობა და უყურე რაშია საქმე. ამათ კაცო ფეხებზე კიდიათ, ვინ ვის შეაგინებს და ვინ ვის რას ეტყვის. ამათ უბრალოდ უნდათ სოციალურ ქსელების კონტროლიც. არ უნდა ხდებოდეს სოციალურ ქსელებში პოლიტიკური აზრის ფორმირების საშუალება. ფაქტია, რომ ქართული ოცნების პირობებში უფრო და უფრო მეტი კონტროლის ბერკეტებს იღებს ხელისუფლება ყველა სფეროში. ოჯახებს ხო უკვე აკონტროლებენ, ოჯახები დანგრეული და დაჭერილი ყავთ თავისი დრაკონული კანონებით, ხო? აი ოჯახური ძალადობის მუხლით ზის ყველაზე მეტი უფრო მეტი პატიმარი, ვიდრე დანარჩენი ყველა სხვა მუხლით. კი. ხო, ეგ ერთი. ანუ ოჯახებზე უკვე ბერკეტები ხო მოიპოვეს. ტელევიზიებზე აპირებენ ახლა მოპოვებას, სოციალურ ქსელებზე უკვე დაინიცირეს, გააჟღერეს ინიციატივა. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კი რამე არსებობს ამათ წინააღმდეგ ოპოზიციური აქტივობა, თუ კი რამე არსებობს, რაც ქართულ ოცნებას შეიძლება პოლიტიკურად არ აწყობდეს, ეგეთი ქმედება ყველაფერზე თავისი ბერკეტი უნდათ რომ მოიპოვონ და ყველაფერი უნდათ რომ აღმოფხვრან თავიდან. აი მაგალითად ახლა მაგალითს მოვიღო, ჩვენი პარტია ხო აკრცა, ანუ ხო გააუქმეს ჩვენი პარტია.
ეგ პარტია ხო უკიდურესად კანონდარღვეული ნაბიჯი იყო. მაგისი გავრცელება, მაგაზე საუბარი უკვე არ აწყობს ქართულ ოცნებას. მაგის გახმოვანება არ აწყობს. როცა ლაპარაკია სოციალურ ქსელებს დიდი გავლენა აქვს, მან რა იგულისხმება? შენ რო რაღაცას ლაპარაკობ, რაც მას არ აწყობს და შენი საუბარიზე რო გეთანხმება, ანუ შენი საუბრით იგებს ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელების მეშვეობით, ეს ითვლება უკვე გავლენად. იმ გავლენად, რაზეც ქართული ოცნება, რასაც გულისხმობს და ანუ საბოლოო ჯამში მათ უნდათ ასეთი რეალობა. მხოლოდ თავისი ტელევიზიები, მხოლოდ სოციალურ ქსელში მარტო თვითონ უნდათ რომ რაღაც გაავრცელონ, ყველაფერი ოპოზიციური უნდა შეზღუდვადი იყო და დაბლოკვადი და ბოლო პერიოდი როგორიც იყო ეგეთი მიმართულებით დაიწყეს ამათაც. ჩემი აზრით მიშას მმართველობა არ იყო ასეთი, მიშას მმართველობის სოციალური ქსელები საერთოდ არ იყო. სოციალური ქსელები იყო, მაგრამ მაგ დონეზე არ იყო განვითარებული, მაგრამ ანუ ეხა ესენი ჯერ არ არიან იმ დონეზე მისული, მოდი ეხა გულწრფელები ვიყოთ, იმიტომ რომ მიშას მმართველობის ბოლო პერიოდში იყო ეგეთი სურათი, რომ ყველა ოპოზიციური მედია დაიხურა, ან გადავიდა მიშას კონტროლ ქვეშ და იყო როგორიც, აი რაღაცა სიუჟეტი ხომ მზადდებოდა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, იმედზე და რუსთავიორზე ტექსტი გადიოდა ერთი ბოლოს. აი რაღაცა მოვლენის შეფასება რო იყო, კადრები და ტექსტიც კი იყო ერთნაირი და ამათმა რა მიმართულებიდან დაიწყეს სულა, არის მაგ მიმართულებით. ჯერ ხა მადლობა ღმერთს მან და არა ვართ მისულები. მაგრამ ტრაექტორია არის მაგ. არა, აი რაც დავამატებთ. მიშას დროს უარესი იყო, მაგრამ ესენი რაც აკეთებენ, ესენი კანონმდებლობით, მიშას დროს არ იყო რაც ხდებოდა, რაც მთავრობა აკეთებდა, უკანონო ქმედებებს აკეთებდა. იგივე სოციალური ქსელები მაშინ იყო ძალიან განუვითარებელი, მაგალითად ადნაკლასნიკები ფორუმი იყო საქართველოში ყველაზე მეტად ის ნაცების იყო და იქ რაღაცა რეპრესიებს ახდენდნენ ხოლმე, მაგრამ მან სხვა რაღაცაზეა ლაპარაკი. იქაც იბლოკებოდა და ახდენდნენ რეპრესიებს, მაგრამ მან კანონის ფარგლებში კი არ მოქმედებდა. მაშინ ნაცების დროს პირდაპირ უკანონო ქმედებებს პირდაპირ აკეთებდა მთავრობების ჯგუფები, მაგრამ ეხლა რა არის პრობლემა? ეხლა არის საკითხის ისე წარმოჩენა, თითქოს რაღაცა კანონმდებლობის მოწესრიგება ხდება, რაღაცა თითქოს დასავლეთიდან განთავისუფლება ხდება, რაც გულისხმობს იმას, რომ აი ხა რაღაცა სწორი, რაც საქართველოს აწყობს ისეთი კანონების მიღება ხდება და მაგ ფონზე იღებენ მხოლოდ ქართულ ოცნებას რო აწყობს. და მე დანარჩენი დედამიწის კი არა, საქართველოს მოსახლეობის არავის რო არ აწყობს, მარტო ქართულ ოცნების უშუალოდ ფულით ვინც არის მიბული, მარტო მაგათ რო აწყობს, ეგეთ კანონებს იღებენ და მაგაზეა ლაპარაკი, რომ კანონმდებლობის მოწესრიგების ესეთი განწყობით იღებენ ისეთ კანონებს, რომელიც არის ძალიან საფრთხის შემცველი და საერთოდ კატასტროფაა ესეთ გარემო და ერთ დავამატებ, აი სააკაშვილის პერიოდი ვახსენეთ. სააკაშვილის პერიოდის დროს რა თქმა უნდა ბევრად უფრო კრიტიკული მდგომარეობა იყო, მაგრამ უყურე რას უნდა დაუკვირდეთ ჩვენ. სააკაშვილის მმართველობის დროს იყო ერთგვარი დემოკრატიის განცდის შეგრძნება. ანუ საზოგადოების მხრიდან მათ შორის და ოპოზიციური ძალების მხრიდან შეტევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ის იყო, რომ შენ ხო ხარ კაცო დემოკრატიული პროდასავლური ხელისუფლება. შენ ამას და ამას რატო არ ღვევ? და მათ შორის ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო, რომელიც რაღაცა თვალსაზრისით სააკაშვილს ამ საკითხებში აკრიტიკებდა. აი სოზარ სუბარი მაგალითად თვითონ იყო სახალხო დამცველი. ხო, სახალხო დამცველი შენ NGO-შნიკი რო არ ყოფილიყავი და დასავლეთთან კავშირები რო არ ქონოდა, არავინ არ დაგნიშნავდა. თავად იყო იმ ასე ვთქვათ ლეგიონის ერთ-ერთი აქტიური წევრი. და სააკაშვილს რაღაცა თვალსაზრისით უწევდა მაგ ფარგლებში მოქმედება და მაგ ფარგლების გათვალისწინება, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ ვიზუალის შექმნა. იმიტომ დემოკრატიის შუქურად იყო გამოცხადებული. და ეხლა უყურე ჩვენ რანაირ ეპოქაში შევდივართ. დასავლეთი ჩათვალე რომ აქედან მიდის
საერთოდ ჩვენთვის არავის არ ეცლება ხელისუფლების შესაძლებლობების დაბალანსების საპირწონე რაღაცა მძლავრი ძალა გაკრება დასავლეთის სახით. ეხლა ეგ ცუდი იყო, კარგი იყო, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ფაქტია, ეგ აბალანსებდა ხელისუფლების აი ამ უკუჩვენებებს. როგორც გამოჩნდა. ანუ ხელისუფლება თურმე მორჩილი რო იყო და აქამდე ასეთ რაღაცეებს არაკეთებდა, იმიტომ არაკეთებდა, რომ დასავლეთის ეშინოდა თურმე. როგორც კი დასავლეთის ფაქტორი ეხლა დაიჩრდილა და სულ უფრო და უფრო გაქრება დასავლეთის ფაქტორი, ხელისუფლება შეეცდება ეს ვაკუუმი შეავსოს თავისი ავტორიტარული მიმართულებით წაიყვანოს პროცესები. მე მაშფოთებს აი საზოგადოების რეაქცია უდიდესი ნაწილის რანაირ რაღაცა ხდება ეხლა წარმოიდგინე ბოლოს ახლა დაიწყეს იმაზე ლაპარაკი რომ ყველაფერი წაგართვეს რაც კი შეგრჩენია პოლიტიკაზე შენ ყოველდღიურობას შენ ცხოვრების განსაზღვრაზე რაიმე ზემოქმედება რომ მოახდინო მიტინგის უფლება წაართვეს ხალხს 5000 ლარიანი ჯარიმა დააწესეს მიტინგზე გზა რო გადაკეტო ნებართვის გარეშე ხელისუფლების ლანძღვის უფლებას ართმევენ პოლიციას მისცეს უფლება ვისაც უნდა მოკიდებს ხელს წაიყვას არ დამემორჩილა იტყვის და 2 თვის ციხეში გარკვეულ არ დამემორჩილა პრევენციული დაკავება მე ეჭვი მაქვს რომ ეს მომავალში რაღაცას გაფუძნებას აპირებს წამოდი ციხეში მაგრამ რომ პრევენციულად დაკავებენ ამან თუ რაღაცა თქვა რომ რატომ აკავებ არ მემორჩილება 2 თვის ციხეში ხო აი გიჟური კანონები წარმოუდგენელი რაღაცეებს იღებენ ეხლა და ამ ფონზე ეხლა უკვე მიდიან იქამდე რომ მოდი ინტერნეტშიც რო წერენ ეგეც პრობლემაა ჩემთვის ძალიან ხმამაღლა ვრცელდება ძალიან ზედმეტი გავლენა აქვს ინტერნეტს უცებ გამივრცელეს არაბებზე რო 6 მილიარდიან ქალაქებს ყიდი საქართველოში 6 მილიარდად ვაშენი ქალაქებს ნეგატიური კონოტაცია შეიძინა მაგან ხო და რაღაცა დაუბლოკოთ ჩვეულებრივ ადამიანებს ინტერნეტში მაინც ხმის ამოღების უფლება რომ აი ვერ გამაკრიტიკონ ფეოდალიზმი რო ჩამოვაყალიბე და საკუთარ ეზოდროვაცია ეს ქვეყანა და ჩემი შვილების საკუთრება და პრივატიზაციას რო ვახდენ ჩემი შვილები და აი მაგაზე რო ვერ აკრიტიკო და ხალხი აი ზის რა